გამარჯობა მეგობრებო, ამ თამაშმა ააფეთქა ბოლო დროს მთელი ინტერნეტი. თამაშს ქვია I'm not a human. მე არ ვარ ადამიანი. დამიჯერეთ ძალიან მოგეწონებათ. YouTube-ზე იმინაი ყველა თამაშობს უკვე ამ თამაშს. ძალიან კრიფულად გავაიყურება რა. რაღაც სურათი, ან თითქოს და რეალურია. ჩვენ ახლახანს მოვედით დასვენებიდან. არ დაიყალე სახში როზი ხარ? კი, მე მახსოვს კი. რა ხდება? პლაჟზე ვიყავითო. ძალიან ცხელოდა და უფრო ადრე წამოვედით ეს რა არის ადამიანი რო გთია. ოი, კატა! რა საყვარლოა. კი, ვამზადებთ სკოლისთვის. არ უნდა რა გავაკეთოთ. ეს ვინორი? კაი, შენთან შემოვალ დღეს საღამოსკენ. კი, კაი, ნახვამდის. Oh my god, რა ხდება? What the hell? რადეირად გამოიყურება? გარეთ გდია რამოდენიმე ძალიან ნასვამი ადამიანი. აი მე ვიღაც ვიბრახუნებს იმენა ყურებში. იმის მიუხედავად რომ გდიან ცივ მიწაზე, გონი ჩალურჯებებს კარგად ზინავთ. ჩალურჯებებს? ეხლა კარგად არიანო. კაი, მაიცა. რა ჯობია დილით ვნახავო. არიღება, ერთ წამით გაგიღებთ აქ ვნახავ, ვაიმე ეს რა არის? დგას ქუჩის ძაღლიო. ის საცოდავად იყურება არე-მარე, იმის იმედით რომ იპოვის რაღაც საჭმელს, წყალი რო გავიდე და ვაჭამო. შეიძლება? აქ არიღება. აქ რაღა არის? სუფთა მდელოზე დგას თქვენი მეზობლის სახლი. ფანჯრებში შუქი ჩამქრალია, როგორც ჩანს, მის ოჯახს ზინავს. აი, კაი, გაგიღებ. კაი, გაგიღებ ერთი წამით. მიბრახუნებს და მიბრახუნებს აქ. ვინ არის? გამარჯობა მეზობელო. დიდი ხანი არ გვინახია ერთმანეთი, როგორ ხარ? ყველაფერი ძველებურად არის, ნორმალურად. ყველაფერი ძველებურად არის. მამის მიერ რისთვის შემოვედი? ცოტათი ვნერვიულობ შენზე. ძალიან ცუდი რაღაც უნდა მოხდეს. რაზე იახის? ბიძაშვილი მირეკავდა. ამბებში ამბობენ, რომ მზეზე რაღაც უცნაური ხდება და ხალხზე, რომელიც ამოდის მიწიდან. What? რატომღაც ეძახიან სტუმრები? საშინელებაა იმედია ეს ყველაფერი ტყუილია. და რა ხდება მზეზე? ის ან ფეთქდება, ან პატარა აფეთქებები ხდება. ერთი გასაგებია, რაღაც უცნაური ხდება. Oh my god. შენ ხომ შეამჩნიე, რომ ეს ზაფხული ყველაზე ცხელია. გონი უნდა მოემზადოთ საშინელებისთვის. და მითხრა, რომ მარტო დარჩენა სახლში სახი ფათოა. ამიტომ მე მოვედი იმისთვის, რომ არ მოგკლან. და შენი ცოლი და შვილი, ამაზე ნერვიულობ დღეს, ჩემი კარგი მეგობარი მოვიდა. ის მიხედავს ჩემს ოჯახს ერთი ღამით. ოკეი, როგორც სიტყვი? კაი, მაშინ დილით გავაგრძელოთ საუბარი. მე სამზარეულოში დაგელოდები. შევხვდები დილით. მაიცა, მე არ შემიშვია, რატო შემოვიდა? ეს ეთყობა ჩვენ ვართ, რა არის? სიგარეტები, მაგრამ არ გვაქვს. მოწევა კლავს. მახსოვრეთ? კაი, ეს ოთახები არ იღება. რადიო გვაქვს. ხლა არ ეჭირება რატომღაც. სოკოს ჩაი, კომბუჩა, ანუ ეგ თამაშის დამახსოვრება? ეს რა არის? არა, მანდ არ ვიყურები. მეტი აღარ ვიყურები. ოკეი. ეს რა არის? არ მიყვარს ძილი ტუმბოსთან. ეგრევე მიჩნდება ცუდი მოგონებები. რა ცუდი მოგონებები. კაი, დავიძინოთ. უახლესი ამბები. დღეს დილის 7-ის ნახევარზე მზეზე მოხდა დიდი ენერგიის გამოყოფა. ეს გამოდევნა აღმოჩნდა უფრო დიდი, ვიდრე აპროგნოზებდნენ მეცნიერები. რისი ხმა არის? ვიღაც ბზუის ყურებში. რაღაც ესენი ხო არ მქონდა მანამდე. გარეთ ტემპერატურა მიაღწია კრიტიკულ ნიშანს. ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ყველა მოქალაქეს უთხოვთ გარეთ დღისით გასვლი რისი ხმა არის? ყველა მოქალაქეს უთხოვთ გარეთ დღისით გასვლისგან თავი შეიკავოთ. შემდეგ გასართო პროგრამას ნახავთ. კაი გადასვლა არის. მაიცა დილა? მეშინია შეიძლება დავუბრმავდებიო. იქნებ
აჰა. ესენი უნდა გავამოძრავო. ეს რა არის? მე გადავებით აქ ახლა რაღაც უნდა ვიპოვო. გისმენთო დისპეჩერი, რას ხედავთო პაჟარი? არა, მზე. ისინი იწვიან მზეზე. მე ძალიან ხომაღლა და არ გახვიდეთ გარეთ, სადამ არ დაღამდება. არა, ღამით ის დადის. გამხდარი და თეთრი. აუ მე ვეღარ წავიკითხე, რაღაცები ეწერა კიდე. ოპა, ეს რა არის? სიმართლე რომ გითხრათ, უფრო მომწონს, როცა მარტო ვარ სახლში. ინტროვერტია. როგორც მე და შემიძლია თავის თავს დაველაპარაკო ხმამაღლად. კაი. ეს რა არის? ლუდის დღე. ოპა, გამარჯობა. ეს რა არის? ბებიამ ამ შკაფებში თავისი ჭურჭელი ჩატენა. დღესასწაულის დღეს ვიღებდით მხოლოდ ამ ლამას სერვისს. ხოლო ახლა ჯანდაბა არავის არ ჭირდება. ოკეი. ჯანდაბა მგონი ეს სიმართლეა. კაი, მაშინ რასაც ვამბობდი, აქვს მნიშვნელობა. არ გახვიდე გარეთ დღისით და მოგიწევს შეუშვა სახლში ხალხი. რატო უნდა შეუშვა? რისთვის უნდა შემოუშვა უცხო პირები? მე ვიცი რომ ხალხს ერიდები, მაგრამ ასე საჭიროა. ვინ თქვათ? ბიძაშვილმა ზუსტად არ მითხრა, რისთვის არ უნდა დარჩე მარტო. აი რა მითხრა, თუ ვიღაცა კითხავს, მარტო ხარ სახლში თუ არა, ყოველთვის თქვი რომ მარტო სახლში არ ხარ. ჩემთვის ხალხი აბუზა არის. რა აზრი აქვს სხვა ხალხისგან? შეიძლება რაღაცას მოიტანენ და მოგიყვებიან რაღაც საინტერესოს. და არ დაგავიწყდეს შეამოწმო სტუმრის ნიშნები. სიცხის გამოშენ ცოტა ძალა გექნება დღისით. ეს არის ენერგია. სამწუხაროდ ყველაფრის გაკეთება რაც შეგვიძლია, ეს არის გადარჩენა და იმის იმედით ვიქნებით, რომ ეს კოშმარი დამთავრდება. ვფიქრობ, ხელისუფლება რაღაცით დაგვეხმარება. შეიძლება წაგვიყვანს რაღაც თავშესაფარში ან რაღაც მაგდაგვარი. რამე იყავი ჩემს ოჯახის გვერდით. კაი, ეს არის. ხო, ლამის დამავიწყდა. შემდეგ ღამეს მე წავალ სახლში. ჩაიწერე ჩემი ნომერი, იმისთვის რომ დამირეკო. ხალხანს გაგვიყვანეს ხაზიო, მოკლედ. მაიცა გადავღოთ. ან შემიძლია დავურეკო ჩემ ძმაკაც. დალიე ლუდი და დაიწინე. ვინ ლოთები მყავს აქ სახლში ვერ გავიგე. ოპა, აქ მარტო ზემოთ ეჭირება. პანჯარა სხვა ოთახში გადის. ადრე მასე ელექტროენერგიის ეკონომიას აკეთებდნენ. იმისთვის რომ სინათლე სხვა ოთახიდან შემოვიდეს აქ. მაგრამ მერე შეაკეთეს, მაგრამ მხოლოდ მეორე მხარეს. გასკებია. ამ ოთახში რა არის? არაფერს მოიცა აქ ეჭირება ზემოთ. როცა მე აღარ გავხდები, თვითონ გადაწყვეტ, შეიხედო თუ არა ამ ყუთში. უკვე 15 წელია ვცდილობ და რაღაც ვერ გადავწყვიტეო ჯერ. რა ხდება იმ ყუთში ასეთი? აქ ხო, მოკლედ დღისით ისევ სარიელი სიგარეტები დევს. რისთვის გადავიღე? აქ ყოფილა მეზობლის ნომერი. კაი. გარეთ გასვლა არ შემიძლია. როგორც ჩანს, მოკლედ ლუდი უნდა დავლიო, ხო? თახვი. რაღაც კარგი მაინც დარჩა ამ ქვეყანაზე. გემრიელი ცივი ლუდი. არ მიყვარს ლუდი, ერთხელ გავსინჯე და წამლის გემოქონდა. ეს რა კანაგდია? კაი, დავლიოთ მაშინ. აქ რაღაც დაიხარჯა. ასე უნდა იყოს? უნდა დავიძინო მაშინ. გავაკეთებ ყველაფერს. რა გახდა? ხამია? არა, აქ მაინც არ შემიძლია ჩავიხედო. ვიღაც მიკაკუნებს. ვინ მიკაკუნებს? შორს დგას, მაინცად. შორს დგას მეზობლის სახლი. ფანჯრებში შუქია ჩართული. და როგორც ჩანს, ოჯახი ელოდება, როდის დაბრუნდება ის სახლში. ოკეი. და აქ რა ხდება? თქვენ ხედავთ ფანჯრიდან მდელოზე რამოდენიმე ახალგაზრდას. ისინი უდარდელად ზიან და რაღაცაზე საუბრობენ და არ გაქცევენ ყურადღებას. კარგი, არც მჭირდება მაგათ ყურადღება რა. ხო, მოკლედ ღამით როგორც ჩანს, ვერ ვხედავ, ვერ შევდივარ ოთახებში. გარეთ სიკვდილის სიჩუმე დგას. არავინ არ არის. დაჟე ლოთები არ გამოჩნდნენ დღეს გარეთო. ვიღაცის ეშინიათ? გაგიღებ ხო, მაცალე.
გამარჯობა. ვაიმე, ეს გოგოა. ვთვიო. მამა ჩემი თქვენთან არის? დაუძახებთ? დღისით არ მეშინოდა, მაგრამ ახლა მეშინია. ბევრი ხალხი გამოდის ღამით გარეთ. რა ქვია მამა შენს, მაგრამ მე არ ვიცი მაგის სახელი, ასე რომ, ანუ მაინც რაღაცაზე უნდა შევამოწმოთ, ხო, რომ სტუმარი არ იყოს. მომიყავი რაღაცა მამა შენზე. მასე რამეს გავიგებთ, რო? მე ბევრი რამ ვიცი მასზე. მანამდე სანამ ავალ სტუმრად, ამას უყვარს თალიოს ცოტა ლუდი. ლოთაობა ცუდია. დაიმახსოვრეთ, ამას ვგმობთ. სახში დამიტოვა საჭმელი, ვახშამი და წვენი. მე დღეს გავსინჯე ლუდი, რომელსაც სვავს. ფუ, საშინელებაა. რამდენი წლის ხარ, გოგო? რისთვისაა საჭირო ამის დალევა თუ არის წვენი? ვეთანხმები. წვენი გემრიელი მაინც არის. ბოდიში ой, არ უთხრა გეხვეწები. გეშინია სტუმრების. არ ვიცი. ყველას ეშინია. მეც მეშინია, მაგრამ არც ერთი არ მინახია. საშინელები არიან? მტკივნეულად ურტყავენ? თუ ჩემი მეგობარი სკოლიდან მტკივნეულად ჩამარტყა, ისიც სტუმარია? არა მგონია გოგო. მამა ჩემმა მითხრა ვიყო ფრთხილად, მე ძალიან ფრთხილად ვარ. ძალიან ჩუმად მოვედი. ვერავინ ვერც შემამჩნია. აი დაუძახებ მამას. მადლობა. ჩვენ უკვე წავალთ, თორე მეშინია მარტო ღამით. ჩვენ ვითამაშებთ რაღაც თამაშს, მან გამიკეთა რაღაც კუბიკების გადაგდება. რისთვის მიყვებ? მე არ მაინტერესებს რა. იატაკი ლავაზე იძახის, მგონი, მივხვდი. მე უნდა იარო რაღაც ნივთებზე, კრესლოებზე და დივანზე. და მოკლედ უნდა ააშენო გზა, ნუ მე გაჩვენებთ. კაი? წადი თავა, კარგად. კაი, დასვენება, კაი, კარგად. კიდე? ვინ არის? ის ღავინა. თქვენთან შეიძლება? რა მხალა არის მაგის? სახეს ვერ ვხედავ. პაპში ვეფარებოდი, მაგრამ უბრალოდ გამაგდეს. ნეტა რატომ? ყველას არ შეუძლია გაუძლოს ჩემი ტემპერამენტი. მაგრამ მე არავის არ ვაწყენ. ნუ ფიქრობ. უბრალოდ ზოგჯერ გული მერევა. ნუ ხვდები შენს. ვერა. რას ფიქრობ? შემიშვებ? ძალიან უცნაურად გამოიყურება, მინდა გითხრათ. შენ ხომ არ ხარ სტუმარი? პრობლემები ხომ არ იქნება? მოდი ეს ვკითხოთ. შენ ხომ არ ხარ სტუმარი? ფიქრობ მე ერთ-ერთი მათგანი ვარ? არა, სტუმარი არა, მაგრამ ყოველას სახეში რო კითხოეკ სისულელია. ნუ ეხლა სხვანაირად აღარ იქნება. შეუშვა თუ არა, ვერ გავიგე. რატომ ფიქრობ, რომ აქ სხვანაირად იქნება? და რა ეხლა? მოვკვდე მზის ქვეშ ეხლა? ჯერ ცოცხალი ვარ. კიდევ მოვძებნი ვისთან ვისაუბრო და რა თემაზე? შენ თუ არ შემიშვებ, თვაგან გამიმართლებს და შემიშვებენ. აუ, ეხლა მეცოდება. თუ ამ ახალ სამყაროში კიდევ დარჩა იღბალი, არ არიან ნაძირალები. აუ, შემიძლია შეუშვა ან ვუთხრა ჯობია წახვიდე. სტრენჯულად გამოიყურება და ანუ არ მითხრეს როგორ უნდა შევამოწმო, სტუმარია თუ არა. კაი შეუშვებ. აუ გოძდი აზრი იყო. ნამდვილად. მადლობაო, ბლა ბლა ბლა. ვაფასებ თქვენს ნდობას. შეიძლება, კაი, არაფერს დაგპირდები. არაფერს დამპირ. Tristus შემოუშვი. ისევ ხარ მეხადავებით. რაღაც გამახსენდა. რადიოში ხო თქვეს, რომ რაღაც ის უნდა იყოს, რა ქვია, გამხდრები და თეთრე. მაღლებზე არაფერი თქვეს, ნეტა? ვერ მოვასწარი ბოლომდე წაკითხვა. Oh my god, ამას რაღაც ჭირს. გამარჯობათ. ბოდიშით რომ ასე ქვიან. დღისით რაღაც ძალიან ცხელა. ტელევიზორში თქვეს, რომ ჯობია დღისით მზეზე არ გამოვიდეთ. საშინად გამოიყურება, creepy-ა, მეშინია ამ ქალის. ხმარ იქნება თქვენთან თავისუფალი ადგილი ჩემთვის. ვიხარ? მე ვცხოვრებდი ქალაქთან ახლოს. ასფალტი იქ რა თქმა უნდა ძალიან თბება. მე საერთოდ მოლარეთ მუშაობდი. როდესღაც ეხლა უკვე აღარ. სამსახურიდან გამაგდესო. სამსახურში რაღაც არ გამიმართლა. აუ, ეხლა მეწოდება. რანაირი თამაში არის, რომ ისეთ რაღაცებს გეუბნება ხალხი, რომ მეწოდება და მინდა ყველა შეუშვა. რის გაკეთებას აპირებ ეხლა? როგორ უნდა გავიგო, სტუმარია თუ არ, გამხდარიო და თეთრი. ეს თეთრი ითვლება, მწვანეა. ყველაფერი აქ ამ თამაში. შევეცდები რაღაცნაირად გადავრჩე. საშინელება რა თქმა უნდა, როცა
თუმცა გარშემო რაღაც სტუმრები არიან. მზისგან ჯუჯუხეთურად ცხელა. ძალიან მინდა გადავრჩე. ოი. თქვენ არ გეშინიათ? მითხარით რომ ყველაფერი მალე დამთავრდება გეხვეწებით? არ ვიცი მე რა დამთავრდება რა როგორ. შეუშვათ გავაჯმეინო აქეთა. მე წოდება საწყალი გოგოა, ესეც კრიფულად გამოიყურება, მაგრამ რა ვქნათ ამ თამაში როგორც ჩანს ყველა უსაუბრად გამოიყურება. კაი შევუშვებ. ნახეთ რა, კარგი ხემილია, შევუშვებ კაცო. მადლობა, მადლობა მართლა. ღმერთო, მე გადავრჩები კიდევ რაღაც დრო. ოკეი. და ხوار მეხატავებია, როდის დამთავრდე? Hello. თქვენ უკვე კარებთან ხართ ხომ? მე გავიგე სიარულის ხმა. შეიძლება თუ არა დავრჩე თქვენთან რა დავიძინო. მართლაც, რატო ხარ ასეთი გახარებული? სახეს რა სჭირს? მოდი გავეკაიფოთ. სახეს რა სჭირს? რა სჭირს? ყველაფერი კარგად არის. შენ ალბათ იძახი ჩემს ღიმილზე. მეც უკვე კაი ხანი არ მინახია როგორ ვიღაცა იღიმის. ხალხს შიში დაავიწყდა, რისი შეგვიძლია გვიხაროდეს. სასოწარკვეთა დაგვიხურა თვალები ბედნიერ მომენტებზე. აპოკალიფსისი ხდება, არ არის გასაკვირი. რაზე უნდა გვიხაროდეს? ბევრი მიზეზია, მაგრამ მე არ შემიძლია გითხრა, რისი უნდა გიხაროდეს. რა გიყვარდა მანამდე სანამ ეს ყველაფერი მოხდა. ფილოსოფიურ თემებზე ლაპარაკობს ეს ადამიანი. მომწონს, თუმცა უცნაურად გამოიყურება, ცოტათი ესეთი. გაიხსენე რის გამო გრძნობდი თავს ბედნიერად. კარჩე მომწონს, შევუშვებთ ამ ნორმალურად გამოიყურება, თეთრი და რაღაც ეგეთი არ არის, გამხდარი. იმედია შენს გაიხსენებ როგორი ბედნიერი იყავი. რა კარგ რაღაცებს გვეუბნება, როგორ არ უნდა შევუშვა. შეიძლება სიკვდილზე ფიქრი დაგტოვებს შენ. მგონი დღეს სტუმრები აღარ იქნებიან. ოკეი. კაი, აბა ის ვნახოთ. არა, მოკლედ იგივეს ამბობს, არ შემიძლია ფანჯარაში ჩავიხედო. რა მოხდა მან? არ ვიცი. ეთერში ამბებია. აქტიურობა მზეზე არ იკლებს. დანაშაულის დონე ოდნავ გაიზარდა. რაჭე ბევრს კლავენ, ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ გაჩნდნენ სტუმრები. ახლა გადავიდეთ ერთი წამით. ჩვენმა სტუდიამ ახლახან მიიღო სასწრაფო შეტყობინება სტუმრებთან კონტაქტის შესახებ, ესე ვთქვათ. თვითმხილველები მათ აღწერენ როგორც არსებებს, რომლებიც გარეგნულ სამყაროს ბაძავენ. ადამიანის გარეგნობას და ქცევას. მიუხვდით ხო? ანუ ძალიან გავნენ ადამიანებს. გეხვეწები თავი მოარიდეთ, ლალალა. აგე სტუმრის ნიშანი რა არის? ეს იდეალურად თეთრი კბილებია. ეს რა არის? თვითმხილველი წაწყდა უსახლკარო კაცს, რომელსაც იდეალურად თეთრი კბილები ჰქონდა, რომელიც აღმოჩნდა სტუმარი. ამაზე დამთავრებულია. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და არ გახვიდეთ სახლიდან დღისით. შემდეგი იქნება ამინდის პროგნოზი, მაგრამ ჯერ რეკლამა. წადით თქვენი რეკლამით რა. ეს ამ რადიოში მე წადე და იპოვე აქ ეხლა რაღაცები. სიტყვაი როგორ უნდა დავინახო ამ ჯანდაბაში? ერთი მითხარით. რაღაცა მესმის. რაო? მიზანი მარტივია. გაგვიგზავნეთ თქვენი სურათები და რა, ბიჭო, ერთი წამით. გაგვიგზავნეთ ამ მეილზე თქვენი სურათი და გაიგებთ ვინ ხართ თქვენ. მეზობელზე ამბობს, მაგრამ გეხვეწებით, არ გაგვიგზავნოთ თვალების, კბილების და ფრჩხილების გარდა. სხვა დანარჩენს ჩვენ არ ვიღებთო. ესე იგი, ხვდებით უკვე ხო, ნელ-ნელა. უნდა გავიგოთ სტუმარია თუ არა, ანუ შევხედოთ კბილებს, თვალებს და ფრჩხილებს, მაგრამ ჯერ კბილებზე ვიცით მარტო. ხო და ეს ადამიანი ყველაფერი კარგად იქნება. კიდევ გრძნობ თავს კარგად, ბედნიერად. დიდად ბედნიერად არა, მაგრამ სასოწარკვეთასაც არ ვგრძნობ. ჩვენ დავრჩით ადამიანები, არ დავკარგეთ ადამიანობა. ჩვენ არ ვქმნით ჯოჯოხეთს თავისთვის. რა ვთქვი?
ჩვენ არ გვქმნით ჯოჯოხეთს თავისთვის. ეს ათვალე ეჭირა, მეთქი რაღაც საშინელება ეჭირა. ხამით ვერაფერი შევამჩნიე. ხოლო როცა ყველაფერი დასრულდება, ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ ვაპატიოთ ერთმანეთი, სანამ არსებობს თანაგრძნობა, არსებობს ადამიანობა. მომწონს ეგ ტიპი, ძალიან კარგ რაღაცებს იძახ და პოზიტივზეა რა. მე თანხმები? კაი. აქ რა არის? Oh my god! ეს ის მაღალი ტიპია, ხო? რაღაცებს ეჭირება? ტოტოშკა. ეს რაღაც სათამაშოა. ერთადერთი სათამაშო, რაც მქონდა ბავშვობაში. სამწუხაროა. გარდა ჯოხების, რომლითაც ვურტყავდით ბალახს. მახსოვს, მეც ვაკეთებდი მასე. ჯვარზე შემიძლია დავაჭირო. ვერ ხვდები, რატომ არ დგას კუთხეში. წესით ასე უნდა იყოს. თუმცა მამას ეკიდა წესები. გამხდარი არის ძალიან, ხო არ არის სტუმარი ვაფშე. კი, რაღაც გინდოდა? შემიძლია შევამოწმო თეთრი კბილები? ესენი მეხარჯება. რა გინდა შეამოწმო? კბილები. გიჩვენა ჩემი კბილები? ნუ შეხედე. კიდევ დარჩა ბედურების და კვამლის გემო. ოკეი. ნუ ხო, ცოტათი მგონი ყვითელი არის, ხო, იდეალურად თეთრი არა. მე კიდე მართლა მეგონა, რომ სტუმარი იყო. ყვითელი არის, ხო? ამ თამაში უკვე ბევრი გინებები შევამჩნიე და არ ვიცი როგორ გადავთარგმნო რა, ცოტათი ის უნდა ჩავთო. ცენზურა. ასე რომ ტვინი არ შემიჭამო შენი ტესტებით. მე არ ვარ სტუმარი. შემიძლია იარაღი ამოვიღო. ადრე გეთქვათ კაც, რომ იარაღი მქონდა. კაი, ეს არ არის, კაი, გავუშვათ მაშინ. ესე ჩვეულებრივად მე ხალხს არ მოყავ. ის ტიპი წავიდა ხო, და მავიწყდა. What the hell? აქ გდია? იმედია მალე ყველაფერი დამთავრდება. ეს სკოლი ძალსასყრად გამოიყურება. როგორ დაკარგეთ თქვენი სახლი? მე ძალიან კარგად მახსოვს ის დღე. სამსახურიდან გამათავისუფლეს და უბრალოდ მინდოდა მივსულიყავი სახლში. მე წოდება ის კალი. უბრალოდ დავწვე ლოგინში და ვიტირო. მოვედი და შესასვლელში დამხვდა ბევრი ჩექმები. ვიფიქრე რომ მეზობელმა თავისთან მეგობრები ან ახლობლები მოიყვანა. მე მივედი მის ოთახში. მინდოდა გამიგო როგორ აქვს საქმეები. როცა მივედი, გავიგე საშინელი ხმაური. უცნაურად ვიგრძნენი თავი. შევეცადე ჩუმად მენახა, რა ხდება მანდ. სულ ცოტა თვალი მოვკარი მეზობელს, როგორ უგრძნობლად იწვა ლოგინზე და უცებ ვიღაც კაცმა უკრინდან შემაჩერა და მითხრა: მანდ არ შეიძლება, ჰეი, ცუდია. წამოდი ჯობია სამზარეულოში, მანდ ვიჯდეთ. ამის შემდეგ ის ხელზე მომკიდა და წამიყვანა სამზარეულოში. დამაჯინა მაგიდასთან. მინდოდა წავსულიყავი, მაგრამ ძალიან შემეშინდა, ხოლო შემდეგ მე oh my god რა მოხდა? ცოტა უნდა დავისვენო. მეწონე მაგინე უფრო მაგრად. კიდევ მიტრიალებს მუცელი შფოთვისგან. საწყალი არის. და რო შევამოწმოთ. აგე შემიძლია შევამოწმო ეს ქალი. და ეს დაგვიმთავრა. რის შემოწმება გინდაო? კბილები. ეს რა არის? კბილებზე შენ გადაწყვეტილებას მიიღებ? მე ცოტა ხნის წინ კბილებს ვასწორებდი. თუმცა სიმართლე რომ გითხრა, არ მახსოვს, როდის ვიყავი სტომატოლოგთან. ვიყავი თუ არა საერთოდ მაგასთან. რატო არ ახსოვს? ღმერთო, იმდენად მეშინია რომ ვერც კი გავიხსენებ. რას ვჭამდი გუშინ. რაღაც თეთრია. მაგრამ იქნებ სტუმარი არ არის. ეს რა არის? გამოდის რომ აღწერას ვეთავსები? საერთოდ კი, მაგრამ ჯერ არ ვიცით რა. მარტო კბილები ხო არა? ხო, აქ ვერ გავიხედები, აქ რა ხდება? შემიძლია დავლიო, იქნებ მოგვემატება. ლუცროს, ვაუ, ენერგია პირიქით მაკლდება. ოკეი. ეს ენერგია რო აღარ მაქვს. მაშინ უნდა დავიზინო, ხო, გამოდის. კაი, დავიზინო, თორე ენერგია არ მაქვს. ის ერთი ტიპი არ შეგვიმოწმებია. აქ რა ხდება? პანჯრის იქით დგას მეზობელი და გოგო. ჩვენთან რო იყვნენ რა აწეღან. ისინი ხალისით თამაშობენ. ცდილობენ დაივიწყონ ყველაფერი რაც ხდება. ერთი წუთით მაინც. საწყალი, რაღაც აპოკალიფსისი ხდება და ეს რა არის? წესწვანან რამოდენიმე თინეიჯერი. ვიღაცა მოკლა.
რა? გონი თითქმის ახლა ხანს, რადგან სისხლმა არც კი გაშრა ჯერ. გუშინ ისინი იჯდნენ, საუბრობდნენ პროსტა. ეხლა კიდე ეს ვიღა გზაზე დგას თეთრი როგორც თვით სიკვდილი ადამიანი. მგონი ეს არის ზუსტად სტუმარი, გამხდარი და თეთრი. მის კანზე უცნაური ნაკეთსებია. მგონი ეს კანი თავის ზომაზე არაა. აქედან არ ჩანს მისი თვალები, მაგრამ გრძნობთ, როგორ გიყურებს თქვენ გრძნობთ შიშს და ღმერთვისთვის ლოცულობთ, რათა საშინელ სტუმარს თქვენი სახლი აერიდებინა. ძალიან ქრიფული რაღაცები ხდება. კაი, ვინ არის? გამარჯობათ, სტუმარს ჯერჯერობით არ გავს. კურტკაში რატოა? უცნაურია უკვე. ეგრევე გეტყვით, რომ სიცხის არ მეშინია, მაგრამ მაინც ვეძებ ჩუმ ადგილს. შემიძლია თუ არა შენთან ვიპოვო სიმშვიდე. ვინ ხარ? ისე. კაი, ვინ ხარ? ამას უკვე არ აქვს მნიშვნელობა. შენ ხომ მეკითხები, სტუმარი ვარ თუ არა? არა, სტუმარი არ ვარ, მაგრამ რაღაცას გკითხავდი. ცოტა მოგვიანებით. ჯერ ზუსტად არ ვიცი. შემიძლია ვუთხრა გაიხადე კურტკა. ვიდა? უთხრა. არაო. რატო? ხალ, რაღაცა სჭირს სტანზე? შენ შეგიძლია არ შემიშვა. მე უბრალოდ გავაგრძელებ გზას. არ გევედრები და არ შეგიშლი. შეუშვებ რა, ჯერ თუ რამე იარაღი მაქვს და მადლობა. ძალიან ისეთ ჩუმი გოგოა. ცოტათი დაბალი არის, მაგრამ წავაო. დაბალი? რა არის დაბალი? არ მოგწონს ერთი შეგიშვი ისეს და რა არის? კაი, კიდე ვიღაცა მიკაკუნებს, ვინ არის? ოპა, მოიცა, იდექი წყანარად. გამარჯობა, გიხოცებით დამეხმარეთ. რა მოხდა? მეტი ენერგია არ მაქვს. ძალიან მეძინება. აუ, დაბავშვთან არის. თავაში მართლა რაღაც ფსიქოლოგიურ იმაზე მოქმედებს და უნდა შეგეცოდეს ადამიანი და შეუშვა. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეიძლება ზოგი გვატყუებს. მაგრამ ესენი ნორმალურად გამოიყურებიან. 5 ბავშვიდან დამჩა მხოლოდ 1. საწყალი. ქმარი სადღაც გაქრა. მე უკვე არ ვიცი რაზე ვიფიქრო. მოკლეს თუ დაგვტოვა ან რაღაც ეგეთი. ეხლა მინდა მარტო დავწვე და მეძინოს რამოდენიმე დღე. სად გახდნენ სხვა ბავშვები? არ ვიცი. არ ვიცი. შეიძლება მამამ წაიყვანა. მინდა ხვალ მივიდე მის სახლამდე, მაგრამ ეხლა უკვე აღარ შემიძლია. ვაი, მე რა გაბრაზებულია? კი, ვიჩხუბეთო, მაგრამ ეს გასაკვირვიც არ არის. თუ იქცევი როგორც იდიოტი. შეგიძლია თუ არა შეგუო სხვასთან. ცხოვრებას. რა თქმა უნდა, არა. ოხ, კარგი. თავარია ვიპოვო ბავშვები. შეუშვებ. ძლივს დასვენება. კაი, შემოდით. კაი. ხვალ უკვე წავლენ. ესე იგი, всё, იმედი ამ ხამეს არ მომკლავენ. რას მიბრახუნებთ? ვინ ხარ? გამარჯობა ადამიანო. ადგილი აღარ დამჩება სახლში მართლა. ემნა ყველგან არიან უკვე. რა საკრავხარ? რაში სახე? თეთრი კბილები ალბათ არ არის, ხო? რაო, ვერაფერი ვეგავი. დედამიწა გასუფთავდება. ზე გააკეთებს თავის საქმეს. და ჩვენ შევალთ სუფთა ქვეყანაში. შენ ძალიან სუფთაც არ ხარ, იცი? აი, ასეთი ჯანდება ხუთის მადლი. რანაირად საუბრობ? რა? მაშინებ. მოდი ვთქვა. რა? დრაზე იცახი ადამიანო. რაღაც ძალიან ისაა ბოროტი რა, რაღაც ცუდ ენერგიას ვგრძნობ მისგან, არა ადეკვატურს. ეხლა მომისმინე. ეხლა ყველაფერს აგიხსნი. მზე იწვის და გვაცხობს. უბრალოდ არ ხდება. ის ჩვენგან ცოდვებს აცხობს. ჩვენ ყველანი რაღაც ცუდი საქმეები გავაკეთეთ და ახლა მზე გაბრაზებულია. და ეს კარგია. ყველა ცოდვები დაგვიმთავრდება და ვიცხოვრებთ როგორც საჭიროა. ესე იგი, უნდა მოვკვდეთ? და შენთან რა იქნება? აუ, და შენთან რა იქნება? მე აქ რაშუაში ვარო. ჩვენ ყველანი კარგად ვიცხოვრებთ. იმის შემდეგ, რაც მზე დაგვეხმარება. დაგვეხმარება, რომ ყველაფრისგან განთავისუფლდეთ. ხვდები? არა? ყველაფერს ხვდები. ამიტომაც ცოცხალი ხარ. რა ვიცი? კაი, შემოდი, მე ავიღრა. ეს როგორ შეუშვი არ ვიცი. მეც ყველას ვუშვებ, მაგრამ გამხდარი არა, ესე კი ადამიანია. მე კიდე ბევრ რაღაცას მოგიყვებიო, ბლა ბლა ბლა. შენ
გასაგები არის, თვისაც შემოვიდა. ლოთი ხარ? ლუდი, გაქვსო? დამავიწყდა მეკითხა. თავიდან რომ გეკითხა, კარგი იქნებოდა. ეხლა დაждდება ჩემს სამზარეულოში და დალევს ჩემს მთლიან ლუდს. აუ ვერ ვაღებ, აუ ეხლა სანამ ღამეა რაღაც დალევს ყველაფერსა. აქ ვერ ვიხედები. ხო, იგივეს წერს მოკლედ არ ვიცი როდის შევძლებთ ჩავიხედოთ ამ ფანჯარაში. სიკვდილის სურნელი არისო. საღამო მშვიდობის ეთერში ამბებია. ანომალიური სიცხე აგრძელებს მომატებას, ხოლო სტუმრების მოსვლა არ ჩერდება. სიტუაციის მოსაგვარებლად მთავრობამ სპეციალური სამსახურის შექმნა. საგანგებო სიტუაციების კომიტეტი, შემოკლებით კჩს. მისი თანამშრომლების ამოცნობა შესაძლებელია ყვითელი ქიმიური დაცვის კოსტიუმით და გაზის ნიღბებით. ოკეი. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ დაიწყო, კომიტეტმა უკვე გამოავლინა სტუმრების ახალი ფუნქცია, ნიშანი. ფუნქცია კი არა ნიშანი. ჭუჭყი ფრჩხილების ქვეშ. აჰა, ნუ მიწიდან თუ ამოვიდნენ, ხო ჭუჭყი უნდა იყოს. აი, კაროჩე ესე უნდა გამოიყურებოდეს. შემდეგი რეპორტაჟია თეთრ მანიაკზე, მაგრამ თავიდან რეკლამა. კაროჩე, სხვა რეკლამა ისა. მაინც ეს რადიო ყოველთვის საინტერესოა. ეს უნდა გავიგოთ აქ. რაღაც აქ უნდა იყოს. თქვენ გაგიწითლდა თვალები? გაგითეთრდათ კბილები? აუ რა შეხარი გადადის. ესე იგი სტუმარი ჩასაფრდაო თქვენში. სასწრაფოდ დაგვიკავშირდით ამ ნომერზე, თუ გაქვთ წითელი თვალები, თეთრი კბილები და ისინი დაგეხმარებიან. კაროჩე, დაგეხმარებიან, ეგა. ის რა არის? ოჯახის დღე. აგე ესენი. რა შევა, აუ მარტო ორი ენერგია მაქვს. ხაერი არ არისო. მე რა ვქნა? ეხლა. როგორ ხართ? ბავშვთან ყველაფერი კარგად არის? კი, ის დაიღალა, როგორც მე. ბიჭო, რამდენი ადამიანი? ის რა არის? ნაგავი აქ საიდან გაჩნდა? ეს ვინ არის? ერთი წამით. აქ ის მაღალი ტიპი ხო იჯდა. ცოტათი სითბო მჭირდება. შენ სახშიც იქნები კურტკაში? კი, მე მაშინებს ერთი აზრი. რა მოხდება? თუ მოვიხსნით ანსაცმელს. რაღაც უცნაური ადამიანია. სიცხეშიც არ შემიძლია გარეთ გავთბე. მაგრამ თუ კურტკას მოვიხსნი, მოკვდები თუ არა სიცივისგან. რა სიცივე? უცნაური გოგოა და ეს ტიპი სად გაქრა? ხო არ შეჭამე შენ. და კიდევ უფრო საშინელება არ მოკვდები, მაგრამ უფრო სიცივე შევიგრძნობ. მაშინებს ეს გოგო და სად გაქრა ის ტიპი? და შენ არის ბან გამოსდის ასე ეკითხება? იგნორს მოგცემო ამ კითხვაზე ბოთიში. უნდა შევამოწმო. შევამოწმოთ. რა გინდა შეამოწმო? კბილები თუ ხელები? კბილები თუ ხელები? აუ ერთი ენერგია დავხარჯე და რა ვარჩიოთ? კბილები? მოდი კბილები ვნახოთ. კბილები? რაღაცაში თუ დაგეხმარება, კაი შეხედე. ბიჭო თეთრია და რაღაც ჩასიცხლიანებულია და იქ ნორმალურია? I don't know. თეთრია თან, არა? და კურტკას არ იხსნის თან, შეიძლება ძალიან გამხდარი არის და კაროჩე მინდა მოვკლა ეს, მაგრამ არ ვიცი ზუსტად. ლუჩებს ვკბენ სისხლამდე. Oh my god. იმისთვის რომ ვიგრძნო სითბო საკუთარი სისხლის. კიდევ რაღაცა გახსენება, რომ კიდევ ცოცხალი ვარ. კიდევ ერთხელ შევეცდები, შევხედო. ჭუჭყიანი ხელები ვნახოთ ხელები. ფრჩხილები? ახლა გაჩვენებ. მაინც შეხედეო. ბიჭო, არ მინდა, ძალიან უცნაური ქალია. კეფიცებით მაშინებს მოვკლავ ჯობია, სანამ დროა. მოდი. ჩემ ხელებს ვერც კი შეამოწმებო, არის თუ არა სტუმრის ნიშანი. ამ მდგომარეობაში თუ მაქვსო. არ მაინტერესებს ხო? კბილები თეთრი აქვს. ბოდიში რომ ამას გეკითხები, მაგრამ თუ შეგიძლია, ჯერ არ ისროლო. მე მინდა რაღაცა მოგიყვეო, მაგრამ მეშინია. მითხარი. მე უკვე ისე დავიღალეო ცხოვრებით. რა? ერთი წამით. მაგრამ შენ გადაწყვიტე არ მომკლა. ხოლო სხვა სახლებში ვიღაცა
უკვე ალბათ მოკლა. რატომ არის ასე? არ ფიქრობდი? ჯანდაბა ამან სავარაუდოდ ვეღარ მოვკლავ. ვეღარ მოვკლავ, სავარაუდოდ ეს სტუმარი არის და შეჭამა ის მაღალი ტიპი. და ენერგია არ მაქვს, ვიღაცა სხვა შევამოწმო. აქ რა ხდება? აქ არავინ არ არის. ამისჭა. თუ აროჩე რა, ვერაფერი. ეს გოგო აქ არის, ხო? კაი, აქ რა ხდება? ეს ტიპი აქ ზის, ჩემი საპირფარეში დაიკავა. გისმენო, მითხარი. შენ წარმოადგენ რაღაც რწმენას? კი, ადამიანო, მაგრამ რწმენა არ გავს ჩვეულებრივ რელიგიებს. მე თაყვანისმცემელი ვარ თვით მზის სახიანს. რა? მზეზე მზის თაყვანისმცემელი არის თუ რა არ ვერ გავიგე. რადგან ის გვიცავს, მაგრამ სულელი ადამიანები ხედავენ მასში მხოლოდ ცუდს. ისინი ფიქრობენ, რომ ის წვავს ჩვენ ყველას. ჯანდაბა მისი რისხვა ბოროტებისა და ერეტიკოსების თესლის წინააღმდეგაა მიმართული. სწორედ ამიტომ ცოდვილები არიან. ჯანდაბა იმ იდიოტებს, რომელიც დედაჩემი გუბეში ჩააგდეს. რა, გუბეში ჩააგდეს? Oh my god, საწყალი. ყველასთან რაღაც ხდება იმენა. ახო, აქ არავინ არ გუყავს. ეს ტიპი რას გვეტყვის? ყველაფერი კარგად იქნება. ისევ საყვარელი. ყოველთვის იყავი ასეთი? იცი არა. ეს არ შეგვიმოწმებია არც ერთხელ, არც კბილები გვინახია, არც ფრჩხილები. ვაფშე იცით რა? მეზობელს რო დავურეკო, ორი რა არის? ექსტრასენსი. მეზობელს შეგვიძლია დავურეკოთ. 4 7 4 8 4 აბა. Calling. გავარჯობ მეზობელო. დაინახე რა მოხდა გარეთ? ხო, ახალგაზრდის თინეიჯერები მოკლეს. მე მეჩვენებოდა რომ გარეთ ისე არ არის სახიფათო, მაგრამ შევწდი. ჩემმა შვილმა დამარწმუნა გარეთ გავსულიყავი და მეთამაშა. და ყველაფერი კარგად იყო, სანამ ხეული არ შევნიშნე. ვფიქრობ ბოლო დროისთვის ეს ბოლო შემთხვევა იყო, როცა მე ასე გავრისკე შვილის სიცოცხლით. ღმერთს ვფიცა ვარ, რომ არასდროს ვაპატიებ ჩემს თავს, რამე დაემართება. ის ჩემთვის მთელი მსოფლიოა. ვინ მოკლა ისინი? ეს ის მაღალი, მკრთალი არსებაა. მე მეგონა რომ ის მხოლოდ იმას კლავს, ვინც სახლებთან ზის. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ სიტუაციას ვაკონტროლებ. ვფიქრობდი, რომ თუ რაღაც მაგდაგვარს დავინახავდი ამ სილუეტზე, ეგრევე სახლში გავიქცეოდი. მაგრამ მე არ მიფიქრია სხეულებზე, რომელიც შეუძლია დაინახოს ჩემს შვილს. ქართულად საუბრობ რა. მაგრამ მე არ მიფიქრია იმ სხეულებზე, რომლის დანახვა შეუძლია ჩემს შვილს. შენი შვილი კარგად არის? არ ვიცი. მაღალი ბალახის გამო მას არ უნდა დაინახა, მაგრამ სახში მითხრა რომ დაინახა რაღაც სახე ბალახში. გილობ დავარწმუნო რომ რაღაცებს წარმოიდგენს, მაგრამ როგორც ჩანს სხვაგვარად ფიქრობს. ფრთხილად იყავი. მადლობა შენს ფრთხილად იყავი და თავს მოუვარე. ეს ექსტრასენთან რო შეგვიძლია დავაპარაკება, რა ჩემფხებს იზავს რო ვითომ. რა სიზავს ერთ მაინტერესებს. ეს მე ვარ. რა ხალხური მაგაცო? მგავს. ჩემი თავი უნდა შევამოწმო და წავიდეს ეგ. რა. ოკეი, გასაგებია ყველაფერი შენი რა. დავიძინოთ? კაი, დავიძინოთ. ენერგია მაინც არ მაქვს, პროსტა დალაპარაკება შემიძლია ხალხთან. ოპა, ეს არ იხსნება. ოპა, გვიგაკუნებს უკვე ვიღაცა. კაი. აქ რა არის, რა ხდება? ეს რა არის? მეზობლის სახლთან დგას პატარა ჯგუფი კეჩეს თანამშრომლების. რასაკეთებენ ნეტამანდ? საინტერესო რაზე საუბრობენ? შეიძლება ისინი იღებენ ნიადაგის ნიმუშებს? რა? არა მგონია იცი? ან ბაზის გაკეთებას ცდილობენ, ეძებენ ადგილს ბაზის გაკეთებისთვის. ღამით ვერ შევდივარ, მოკლედ ალბათ ზინავს ხალხს თუ რა არის, არ ვიცი. მიწაზე დამწვარი მოზარდების სხეული გდია. ანუ მზეზე დაიწვნენ გამოდის. მგონი აქ მთელი დღე იწვნენო. ორი კეჩეს თანამშრომელი გას სხეულებთან და რაღაცებს იწერენ. კაია რომ გაჩნდნენ ისინი, ისეთ შეუძლიათ წაიღონ სხეულები. გაჩნდი. ესეც მაინტერესებს ყველაზე. ოპა, აქ რა არის? ფანჯრის მიღმა შეიარაღებული ჯარისკაცების ჯგუფი დგას. შეიძლება უნდათ იმ საშინელი სტუმრის კვალის პოვნა. ოკეი. ვაი, სად ვარ კაცო? ვინ
ეს ვიღა? გონი სტუმარია იცით? შეხედეთ რა გამხდარია. მაიკარა თუ არაცვია. გავარჩება. რა გინდა? არ შემოგიშვებ. რა გინდა? დიდი სახლია. მე მომწანს. მე არაფერი მჭირდება. კი, ხვდები. მამისმინე. ეს რა არის? არ მოვწონს ეგ ტიპი, მე ამას არ შემოუშვებ. Fuck off. სახში მარტო ხარ? უეჭველი მეზობელია გეუბნებით. მე არ ვარ მარტო. რა სახში შეიცვალა უცებ? აქ ძუძუსთავებიც კი არა აქ. დღეს გაგიმართლა. მე მესმის როგორ ჩურჩულებს ხალხი შენს ოთახებში. არ მომწონს ეგ ტიპი, no. გვარფეს სრულობ არე მაქედან. მაგრამ ვინ იცის რა იქნება რამოდენიმე დღეში. არ მინდა. რისი ხმარი? თუ ეს აქ იყო? რისი ხმარი ვიღა ჯვავს? Sorry, ხარნო არა. ოპა, ეს ვინ არის? იაუ, ძმაო, როგორ ხარ? ჯანტაბა, ბიჭო, რა ჯანტაბა ხდება? ესეთ ხალხი არ მჭირდება. მითხარი ძმურად რა ხდება? ყველაფერი გამოვტოვე. ცოტა ნაკლებს თუ გააკეთებდი, არაფერს გამოტოვებდი. ამას ვეტყვი. მიწიდან გამოდიან რაღაც არსებები, გავს ადამიანებს. ზომბი, აჰა, ასეც ვიცოდი. ძმაო, შეგიძლია მენდო. ასეთ პერსონას ნამდვილად ვერ ვენდობი. მე ეს ბევრი ფილმი ვნახე ამ თემაზე. ვფიქრობ, გადარჩენის გურუ ვარ. შენ უბრალოდ მითხარი რა ზომბები? ისინი სწრაფები არიან თუ ნელები? ეს ვირუსია თუ გაცოცხლებული მკვდრები? ამან რა უნდა გასწავლოს ერთი. ამისგან გამომდინარე არის ტაქტიკა. ხო, რაღაც იარაღი გაქვს? ის დაგვრჭირდება რომ გადავრჩეთ. და საჭმელი კი, ბევრი სათოხლაო დაგვრჭირდება. რა ჯანდაბაზე საუბრობ? რა ჯანდაბაზე საუბრობ, ესე ვეთქვი. და არა, მე ეს არ არის სისულელე, bro. მე ვიცი რაზე ვსაუბრობ. არაფერიც არ იცი. ტელევიზორიც არც ერთხელ უნახია. შენ ხომ გაიგე, რომ ფანტასტები იციან თუ რა მოხდება სამომავლოდ, მომავალში. სისახის არ შეიძლია. ჯანდაბა, წარმოიდგინე კოსმოსში წერილებს გავაგზავნიდით, ისი დაპყრობის შემთხვევაში. დამიჯერე შენ შორს ხარ ამისგან. პრიკოლი იქნებოდა. მეგობარმა მითხრა, ბიჭო, რამდენს ლაპარაკობს დავიღალე იმინა. გახმოვანებით. მეგობარმა მითხრა რომ რაღაც წიგნში ასეთი იყო. კაი, მე ძმურად გეკითხები შემიშვირა, bro. შეუშვა ეგ ტიპი თუ არა? არ ვიცი რა გავაკეთო, შეუშვა, ანუ ზომბი არ არის ჩანს, მაგრამ ცოტათი ჩანარკომანებულია რა. არ ვიცი, ესეთი ხალხი გჭირდება თუ არა სამომავლოდ. რაში უნდა დამეხმაროს? წადი, დაიკარგე. Come on, bro. ანუ კი, ხადაობა ტიპი არის, მაგრამ რავი. ეხლა მოკლედ ეს როცა ლაპარაკს ისწავლი, მაშინ მოდი, კაი? რაღაც მაქვსო. ყავა. ეს მოკლედ როგორც თამაშებში. ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი ურთიერთობა. მე ყველაფერს ხვდები, bro. კაი, შემოდი. შევიდეს კაცო, ვიღადაოთ. ძმო. ყავა შეიძლება დაგვრჭირდება მართლა. შევარიცხვა ძმაო. მაგრამ მოიცადე. ეს რა ჭუჭყიანი კაცი არისო. საპირფერო შეშიროს ის? ის მთლიან ფართით გაგვიფუჭებს. მოდით გავაგდოთო. სანამ კიდე უფრო არ აყროხდება. ფიქრობ შემიძლია გავაგდო. სხვაგან წავიდე ის ნახოს რა ხდება. ეს გვეხადავება მაინც შემოუშვათ. ამას ხვდები. ჩვენ ისევ შევხვდით. მე არ გიცნობ. მე მახსოვს რომ წინაზე სხვანაირად იყო, მაგრამ ჩავცხოვრობთ. უცნაურია. არ ვიცი როგორ აგიხსნა. მინდა დავიწყოთ ჩვენი ლაპარაკი ერთი აქტიურობით. წინასწარ მეტყველებ ჩემთვის წიგნზე, რომელი პეიჯი გავაღო. რა? რა სასაუბრო.
გააღე ბოლოსკენ. ისე დიდი ხნის წინ იყო. შეიძლება ვნახე სიზმარში? შეიძლება. ჩვენ როგორც ის თევზები ვართ. უკეთესი არ გახდა, what? ხოლოდ, შეხედეთ, ხოლოდ ის მოგონებები, იმის, რომელიც უკვე დიდი ხანია აქ არ არის. შეიძლება მეტი არაფერი დარჩა წვიმის გარდა. როგორ ფიქრობ? ჩვენ უკვე ვიღაცის სიზმარი ვართ თუ მხოლოდ მომავალში გავხდებით. საინტერესო სიტყვები გამოგივიდა. რას ნიშნავს ეგ? ამაზე კარგად უნდა ვიფიქროთ. შენ თვითონ რას ფიქრობ ამაზე? სინამდვილეში მე მოვედი იმისთვის, რომ რაღაც გითხრა. რაღაც დროის შემდეგ რაღაც მოხდება. Oh my god, რა? შენ უნდა იყო მზად. მე ვიცი, უცნაურად ჟღერს, მაგრამ უნდა შემოუშვა პერსონა კატასთან. უეჭველი ვიცი, რომ დაგეხმარება. ჯერ ვერ გეტყვი როგორ და რა. მაგრამ შენ უნდა აირჩიო. თუ რა გააკეთო ამ ინფორმაციასთან. ხოლო მე ჯერ დავფიქრდები იმაზე თუ რა იწინასწარმეტყველე. Creepy? Okay. დღეს არავინ აღარ იქნება. აუ ვფიქრობ ამაზე პირველ ნაწილს დავამთავრებ. ძალიან გრძელი ვიდეო რომ არ გამოვიდეს. ამას ალბათ დავასეივებ, ხო? Space-ი, ხო, დავასეივოთ რა. კამბუჩა დაულიე, თამაში დავასეივე, ამით. შემდეგზე გავაგრძელებთ. იმედია მოგეწონათ. ჩემი აზრით ძალიან საინტერესო თამაშია და ნელ-ნელა ლორი იხსნება, ხო, რაღაცებს ხვდებით. ამაზე დავამთავრებ პირველ ნაწილს. დამიწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ, მოგეწონათ თუ არა. არ დაგავიწყდეთ ლაიქი და გამოიწეროთ ჩემი არხი თუ არ გაქვთ ჯერ გამოწერილი. ხოლო ჩვენ შევხვდებით უკვე ძალიან მალე სხვა ვიდეოებში. ნახვამდის.